განმარტებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ნახეთ მინისტრების სიხისიური გადადგმა. როდესაც ხედავთ, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მეორე დღეს წავიდა პოსტიდან. როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება. მე მრჩება სამწუხაროდ, რომ თავრობა ცოტა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდივართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვწვდიდეთ თავდაცვის მინისტრებს. ამ რთული ვითარების ფონზე მე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტს უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ თავრობის შემადგენლობის თაობებს. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ კონსტიტუციით ამ შემთხვევაში ჩემთვის მორიჭებული ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი ქმრის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა გამოსვან თავრობის სიაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ კვირას ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. მადლობა.